რას ფიქრობს ის რეალურად? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლა ზუსტად ასეთი საკითხით, თუ რას ფიქრობს რეალურად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი, გავაკეთოთ ორ ვარიანტიანი გაშლა. ნახოთ ახლა დავარიგებ ვარიანტებს, იფიქრეთ ადამიანზე, კონცენტრირდით მასზე, წარმოიდგინეთ კარგად და ნახოთ აბა რას ფიქრობს თქვენს შესახებ, რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. იმისათვის რომ ნაკლებად გაგიჭირდეთ ვარიანტის არჩევა, მე დავამატებ ნატურალური ქვებისგან გაკეთებულ სამაჯურებს. პირველი ვარიანტი ვეფხვის თვალი, მეორე ვარიანტი ვარდისფერი კვარცი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, თქვენთვის სასურველი მინერალი, რომელიც მეტად გიზიდავთ, სანამ მე აქ სინათლეს ვასწორებ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე, ასევე გამოვიყენებთ ასეთი ორაკულის დასტას, იმისათვის რომ უფრო კარგად გავშალოთ თქვენი სიტუაციები და ფიქრობთ უკვე აირჩევდით თქვენს ვარიანტს, ვინც არა ისინი აპაუზებთ და დავიწყოთ ახლა პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, ვნახოთ აბა რას ფიქრობს ადამიანი პენტაკლების რვიანი. აქ პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი აქ თქვენ ძალიან გაყვირდებათ. მოდით ასე ჩამოვკიდებ. ადამიანი თქვენ აქ ძალიან გაყვირდებათ, აყვირდება თქვენს შემოქმედებას, შესაძლოა აყვირდებოდეს თქვენს სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ მე აქ იცით როგორ სიტუაციას ვხედავ, სადაც თქვენ მუშაობთ, რაღაცას აკეთებთ, რაღაცაზე შრომობთ, ხო? ელემენტარული მაგალითად შეიძლება თქვენივე ფოტოებს დებდეთ რაღაც ფილტრებით, ან აედიტებდეთ, ხო, რატომაც არა, ან პოსტებს, ან ზოგადად შეიძლება სოციალურ ქსელებში ცნობილიც იყოთ, ხო, რაღაც გარკვეულწილად, რატომაც არა, ახლა ამასაც არ გამოვლისხავ. ადამიანი აშკარად ადევნებს თვალს თქვენ სოციალურ ქსელებს და ზოგადად თქვენ გიყურებთ შორიდან. სოციალური ქსელების მეშვეობით თუ არა, საერთო ნაცნობების მეშვეობით მაინც. პლუს ამასთან ერთად თუ თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ვიქტორია რანაირად უნდა მათვალიერებდეს, მე ხომ ის დავბლოკე. ღალატ მეგობრებო, აქ ფეიქ აკაუნტები ექნება აუცილებლად ამ ადამიანს. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ აბა. ნახოთ რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. ხმლების 7-იანი, პენტაკლების 7-იანი, 2-7-იანი ყავს, 3 ჩავრო. დასების 6-იანი. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ აქ რაღაც მარტივი სიტუაცია გაქვთ მეთქი. ოდნავადაც არა, სხვათა შორის, ოდნავ მარტივიც არ არის ეს სიტუაცია. მაგრამ აქ ყველაზე მკვეთრად რაც იკითხება, ეს არის თვალთვალი, ერთმანეთის თვალთვალი, როგორც თქვენი მხრიდან არის თვალთვალი, ასევე ამ ადამიანის მხრიდანაც. სოციალური ქსელების მეშვეობით, მაგალითად ახლა შეიძლება ზოგ თქვენგანს გაეფიქრა, რომ მე ვუთვალთვალებ და იქნებოდა ჩემი ინფორმაცია ამოიკითხაო. კი ბატონო, ესეც შესაძლებელი არის, მაგრამ აშკარად ორმხრივი არის აქ თვალთვალი. აქ მე ვერ ვიტყოდი საერთოდ იმას, რომ მარტო თქვენ უთვალთვალებთ, ხო? თუ თქვენ უთვალთვალებთ საერთოდ აქ არა, ორივე მხრიდან მოდის თვალთვალი, ორივე მხრიდან მოდის ერთმანეთის შესცქერა, ყურება. აქ ასევე ჩანს გარკვეული ქურდობები, იდეების მოპარვაც თითქოს ამ ადამიანისგან. მაგალითად, თუ თქვენ ერთ სფეროში მოღვაწეობთ, აქ ადამიანი შეიძლება თქვენგან იპარავდეს ან პოსტებს, ან რაღაც გარკვეულ იდეებს, ესეც არ არის გამორიცხული. რაღაც გარკვეული ენერგეტიკული ქურდობა ჩანს აქ. ენერგეტიკული არა, ინფორმაციული ქურდობა უკაცრავად. რაღაც გარკვეულ ინფორმაციას იპარავს თქვენგან, აგროვებს ძალიან კარგად, ძალიან მკვეთრად. გაყვირდებათ ადამიანი ძალიან. პლუს არკანი 3-ს ჯავრო, მეგობრებო, უფროსი არკანი.
ადამიანს ენატრებით აშკარად, მაგრამ თulis რომ თვითონ დაანგრია ძალიან ბევრი რაღაც თქვენს ურთიერთობაში. თulis რომ თვითონ დაანგრია ძალიან ბევრი რაღაც, ძალიან ბევრი შანსი გააზრებულად თუ გავაზრებლად, მაგრამ ენატრებით. კი ბატონო, ენატრებით უბრალოდ სხვათა შორის შეიძლება ის იზმრებოდეთ კიდევაც აქ ადამიანს, უბრალოდ ამ მონატრებას ძალიან კარგად მალავს. აქ მე ვუყურებ ადამიანს, რომელიც მაქსიმალურად მალავს თავის ემოციებს, თავის მდგომარეობას. მოდით ორაკულის დასტა გამოვიყენოთ და მას ვკითხოთ, აბა რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. ნახოთ, აბა ის უფრო კარგად გაგვიშლის თქვენს სიტუაციას. რას ფიქრობს, აბა? ვერ აჩერებს თავის ფიქრებს თქვენთან დაკავშირებით, ნანობს თავის გარკვეულ საქციელებს, იმიტომ რომ ძალიან უნდა რომ სულ სხვანაირად განვითარებულიყო თქვენ შორის ურთიერთობა. დარწმუნებული არის იმაში, რომ ადრე თუ გვიან თქვენ სამყარო, ბედი, ღმერთი, არ ვიცი რისიც წამს თუ არ წამს, დარწმუნებული არის, რომ ოდესმე სამყარო კიდევ შეგახვედრებთ ერთმანეთს და დარწმუნებული არის იმაში, რომ თქვენი ურთიერთობა ამა თუ იმ გზით აუცილებლად აღდგება. თუ მაგალითად აქ ადამიანმა თავად გადაკეტა თქვენთან გზები, აქ მე ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი თქვენ ცოტა ისე გიყურებთ, რომ ერთის მხრივ კი მონატრება ჩანს, კი რაღაც ნოსტალგია და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ აქ ჩანს ისიც, რომ ადამიანი დარწმუნებული არის იმაში, რომ თქვენს ყურადღებას ასე თითის ერთი დაწყაპუნებით მოიქცევს რა. კიდევ აშკარად ეჭვიანობს ვიღაცაზე, ან ეჭვიანობდა ძალიან ახლო წარსულში. იმიტომ რომ აქ ამოვიდა ასეთი არკანი, სადაც წერია მე შენ მიგატოვე მაშინ, როდესაც სხვასთან დაგინახეო. ამიტომაც აქ ადამიანი უეჭველი ეჭვიანობდა, ან ეჭვიანობს. ეშინია კონტაქტზე გამოსვლის, ეშინია კონტაქტის თქვენთან, ნანობს თავის საქციელებს თქვენთან მიმართებაში, ძალიან მძლავრი სინანული ჩანს. კი, შეიძლება ამ სინანულს არ გამოხატავდეს და არასდროს არ აღიაროს კიდევაც და არასდროს არ გამოასწოროს კიდევაც, ხო? მაგრამ მაინც ძალიან ნანობს აქ ადამიანი იმას თუ როგორ გექცეოდათ და სურს რომ სულ სხვანაირად მოქცეულიყო თქვენთან მიმართებაში. კიდევ ნახოთ, აბა რას ფიქრობს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. იცით, აქ მე გეტყოდით იმას, რომ ადამიანი თulis რომ თქვენთვის იყო დროებითი ყურადღების გადატანა გარკვეული მენტალური ტკივილებისგან. აქ ხშირად ადამიანს აქვს აშკარად ისეთი ფიქრები, რომ იქნებდა მისთვის რაღაც დროებითი ვარიანტი ვიყავიო, თუმცა ძალიან მალევე გამოდის ამ ფიქრებიდან და ძალიან მალევე უბრუნდება იმ ფიქრებს, რომ ჩემი ერთი თითის დასკაპუნებით მე რომ მოვინდომო უეჭველი, შევძლებ რომ აღვადგინო მასთან ურთიერთობა და მასთან კომუნიკაციებიო. ასე მეგობრებო, ასე არის. ასეთი ყავს ჩვენ პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ვარდისფერი კვარცის სამაჯური. და ვნახოთ ახლა თქვენთან რა ხდება. კი ნაღამ ჩამყვა ეს არკანი. არკანი ზომიერება, ეს გახლავთ უფროსი არკანი მეგობრებო, ხო? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი ცოტა სხვა რაღაცეებით არის თითქოს დაკავებული ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, სხვა რაღაცეებზე ფიქრობს, სხვა რაღაცეებზე არის კონცენტრირებული, სხვა რაღაცეები აინტერესებს. ასევე ვიტყოდი იმას, რომ თქვენთან მიმართებაში ასე თუ ისე ახლა ამ ეტაპზე ვგულისხმობ არის უფრო გულგრილად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. რას ფიქრობს, აბა? ხმლების 10-იანი, ხმლების პაჟი, მეტლე,
სამყარო და პენტაკლების მეფე. აქ მე ვუყურებ საკმაოდ სტაბილურ ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს სტაბილურობა, რომელსაც აღიზიანებს არასტაბილური ურთიერთობები, არასტაბილური ფსიქიკები, არასტაბილური ადამიანები, გარკვეულ ასე ვთქვათ მენტალურ გალიაში არის, მოდით ასე ვიტყვი. სტაბილურობის გალიაში და მე არ ვამბობ ახლა რომ ეს არის რაღაც ცუდი, მე თვითონაც ძალიან სტაბილური ურთიერთობების და სტაბილური ადამიანების მოყვარული უფრო ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ახლო მეგობრები ძირითადად ძალიან რთული ადამიანები არიან ხოლმე, მაგრამ ურთიერთობაში ხოლმეც სტაბილურობის მოყვარული ვარ და იცით, მე ამ ადამიანის მესმის, რომ შეიძლება იყოს ძალიან სტაბილურობის მოყვარული, მაგრამ აქ მე ვხედავ, იცით, როგორ რაღაცას ცუდი განა არის რამე იმაში, რომ ადამიანს სტაბილურობა უნდა, რა თქმა უნდა არა. მაგრამ ცუდი არის ის, რომ ადამიანს ყოველთვის ყველაფერი სამყაროში თავიდან ბოლომდე 100%-ით სტაბილური უბრალოდ ვერ იქნება. მოდით ამაზე შევთანხმდეთ. თავიდან ბოლომდე. ხო? და რა თქმა უნდა, მე თვითონაც როდესაც ვგულისხმობ სტაბილურ ურთიერთობებს, მე ვგულისხმობ იმას, რომ ჭირდება გარკვეული დაცულობის შეგრძნება, გარკვეული სტაბილურობა, გარკვეული სიმყარე თვითონ ადამიანისგან, ხო? და რა თქმა უნდა, ის რომ ადამიანი ამბობს, რომ უნდა სტაბილური ურთიერთობა, ავტომატურად იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ როგორც კი რაღაც თუნდაც პატარა კრიზისი გამოჩნდება ურთიერთობაში ან კომუნიკაციაში, ესე იგი უნდა გაიქცეს. საერთოდ არა. მაგრამ აქ მე ვუყურებ ადამიანს, რომელიც ამ სტაბილურობას ძალიან ტოქსიკური თვალსაზრისით განიხილავს და ძალიან რადიკალური თვალსაზრისით განიხილავს. ყველაფერს ჭირდება მეგობრებო ზომიერება. თქვენ წარმოიდგინეთ და სტაბილურობასაც. და აქ ადამიანი არის საკმაოდ მკაცრი და ნახეთ, ოდნავ რაღაც არ მოეწონა, ოდნავ რაღაც დეტალი ცოტა სხვანაირად წარიმართება ურთიერთობაში, ან ადამიანისგან რაღაც ისეც გაიგონებს, რაც მას ბოლომდე, თავიდან ბოლომდე არ აწყობს, ან შეხედავს ადამიანს, გაიცნობს და მიხვდება, რომ ადამიანი 100%-ით არ აწყობს და 1001%-ით არ აწყობს, ეგრევე მიდის იმ ადამიანის რეალობიდან თითქოს, ან ეგრევე იშორებს ამა თუ იმ გზებით. და ეგრევე გულისტკენაში, ეგრევე ცრემლებში, ეგრევე რაღაც ტრაგიკულ მდგომარეობაში გადადის და ეგრევე უკაცრავად ჩემი ფრანგულისთვის, მაგრამ ფეხებზე იგიდებს. ასეთ ადამიანს ვუყურებ ახლა მე მეორე ვარიანტი. ზედმეტად სტაბილურობის მოყვარულს, რომელიც ძალიან მარტივად ღიზიანდება, რომელსაც თითქოს ცხოვრება მთლად ნანახი, ან საერთოდ არ აქვს ცხოვრება ნანახი ამ ადამიანს პირდაპირ გეუბნებით, ან პირიქით ზედმეტად ბევრი აქვს ნანახი და უბრალოდ ადამიანი უკვე იმდენად გადაღლილი არის, რომ მის ადგილას ურთიერთობებზე საერთოდ არ ვიფიქრებდი რა, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ადამიანი ამ ეტაპზე ძალიან ისეთ ენერგიებშია ურთიერთობებისათვის შეუსაბამო ენერგიებში. რას ფიქრობს თქვენზე? პირველ რიგში პერიოდულად გითვალთვალებთ ადამიანი, აქაც მეორე ვარიანტი. ამაში ეჭვიცარ შეგეპაროთ. პერიოდულად ძალიან აწვება სურვილი იმისა, რომ კონტაქტზე გამოვიდეს, თუ თქვენ შორის მაგალითად კონტაქტი გარღვეული არის, მაგრამ ასევე მიაჩნია, რომ ეს ურთიერთობა უკვე დიდი ხანი არის დასრულდა, ან მიაჩნია, რომ თუ თქვენ შორის არის ახლაც ურთიერთობა და კომუნიკაცია, შეიძლება მიაჩნდეს, რომ ურთიერთობა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ან ამას გრძნობდეს. მოდით დავამატოთ ორაკულის არკანები და ვნახოთ. რას ფიქრობს აბა მეორე ვარიანტი? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს შესახებ. ვნახოთ აბა რას ფიქრობს. ადამიანს ძალიან უნდა რაღაცებით ტრაბახი, მოდით ასე ვიტყვი. ადამიანს უნდა რომ გაგიზიაროთ ყველაფერი კარგი, რაც კი ხდება მის რეალობაში, თავისი მიღწევები. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ დროა ერთმანეთი გაუშვათ. ფიქრობს, რომ თქვენ ერთმანეთის შესაბამისები არ ხართ. კიდევ რას ფიქრობს აბა?
ადამიანი თქვენგან ელოდება რაღაც გარკვეულ ნიშნებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა კიდევ რას ფიქრობს მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს შესახებ. აბა თulis რომ მან სადღაც საზღვრებს გადააბიჯა, მაგრამ ეს განზრახ გააკეთა და ასევე ნახეთ ადამიანს მიაჩნია რომ თქვენ ერთმანეთს აშკარად არ უხდებით, რომ ორივე თქვენგან სრულიად სხვანაირი ადამიანი გჭირდებათ გვერდით. ასე ფიქრობს, ასე თulis, ასე ხედავს სიტუაციას. დავამატოთ კიდევ არკანი, ერთი არკანი მაინც, რას ფიქრობს აბა თქვენს შესახებ. ფიქრობს რომ ყველაფერი სულ სხვანაირად უნდა ყოფილიყო თქვენ შორის. და რაღაც კონკრეტულმა სიტუაციამ თავიდან ბოლომდე ხელი გადაუსვა თქვენს ურთიერთობას. აი ასე. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.